პიკასოს ადრესელო მინდა დავლევ რა. ამდენად პირველ რიგში დიდი მადლობა მასპინძლობისთვის პიკასოს შოუში მონაწილეობთ ეხლა ჩვენ აგერ პიკასოს შოუ. შენ გეხოთ. და რავი ძალიან ნასიამოვნები ვარ, ძალიან გაყოფილი ვარ, მოხდი ისეთ გარემოში რომელიც იყო ჩემთვის უცხო და უაღრესად საინტერესო და ჯერ აქ მე ვიძახი რომ უნდა იარო რომ ისწავლო ყველა. ახლა მე მაინტერესებს ვაფშე ყველა იმის ისტორია. ამის მოყოლა რომ დავიწყო ჩვენ ალბათ არ გვეყოფა წლები. კი, რა თქმა უნდა. თვითონ მოხლაზე 10 რაღაც ისტორია ახლა დავიწყეთ ჩვენ იქნა რომ საიდან დაიწყო მე ხა ვიცი რომ ამ სურათით იწყება მე ამ სურათით და აქეთ გადმოვიდეთ ეს სამი ძველი ნივთი ვიცი. კი ბატონო. შემდეგ მოსწავლე როგორ გაგზავნა იმას გავიგებ რაღაც და ვისწავლი მოკლედ ამ ადგილს და ამის მაგარი ხარ ჯიგარი ხარ რა გენაცვალეს ჩემი თავი. აგიმარს კაი ადამიანი ხარ გელისანო იქნება ალავერტ ვქარობ ცოტას და მადლობა და მადლობა. აპატიეთ. ვაუ, თან ახლა ეგრევე მოვიდა ექსპრომტად. ჯერ ქართულად დავწერე პიკასოს და ეგრევე მომივიდა გადმოაბრუნე პიკასოს. მაგარი ხარ. პიკასო. მადლობა ჩემო. ას ეხლა ნუ ამბობდი რა, ამ 4 კედელში უფრო მეტი თავისუფლებაა შეიძლება ვიდრე მთელ კოსმოსში და galaktikაში. შეიძლება ადამიანი არ გახვიდეს სახლიდან და საერთოდ იყო მეცნიერი იყო შეიძლება და ასტრონომი იყო და მთელი სამყარო გეგმორჩილებოდეს შენ და ეს არის ზუსტად ის თავისუფლება რაც შიგნით აქვს ადამიანს და რასაც გარეთ ეძებენ და შენს თავისუფლებას გაუმარჯოს და ამ ყველაფერს გაუმარჯოს რაც არის უნიკალური და ინდივიდუალური და ელამ სოფლიოში მეორე ადგილი არ იყოს ასეთი და რომც იყოს იმას კიდე ასეთ ფასი არ ექნება თუნდაც იმიტომ რომ აგერ სამი პოეტი ვზივარ და გადღეგრძილებ შენ გენაცვალ უდიდესია ჩემს ძალიან მაგარი კაცი ხარ იმიტომ რომ პოეტი არის პოეზია კი ჩემი აზრით არის რენტგენი სხეულში ლექსად გამომწყეულ სულს რომ აშუქებს ჩვენ რენტგენივით ხედავთ კაცის სულს და არ ხედავთ მარტო სხეულს ადამიანის სულში ვიხედებით და შესაბამისად სამი ექიმი აგერ დიაგნოზს წერს და ვაწერთ ხელს რომ შენ ხარ ძალიან მაგარი განსხვავებული და გამორჩეული კაცი ალბათ შენ გენაცვალ ერთვა ხელი მოგიმართოს